45 წელი წავიდა, რაც მე აი ამ თეატრში ვიმყოფები, ეს არის როგორ გითხრათ, მეორე კი არა, სადღაცა მეუღლე მეუბნება ხოლმე, რომ შენთვის თეატრი უფრო მთავარია ვიდრე ჩვენო. 1989 წლის დეკემბერში მოვედი და სადღაც ერთი კვირის შემდეგ მომცა მაშინ მთავარი რეჟისორი იყო ხოლმე ბატონი შოთა კობიძე. პირველად რომ ვნახე განრიგი კუკარაჭა, რომ მე ვიყავი, აი მომეკვეთა, ფეხები მომეკვეთა, საკმაოდ წარმატებული სპექტაკლი იყო. ეს იყო ჩემი პირველი როლი და აქედან მოვდივარ აგერ უკვე 45 წელია. მე ვარ ქიშვარდ მანველიშვილი, თეატრის მსახიობი. ჩემთვის მაყურებელი ეს არის ყველაფერი. კუკარაჭას ვთამაშობთ და იქ მომენტი როა ინგა ეხვეწება კუკარაჭას, რომ კუკარაჭა გეხვეწები გაუშვი მურტალო და აი მე-4 მე-5 რიგში ზიან ბიჭები. და რომ უთხარი რომ წადი მეთქი და ერთმა დაიყვირა. საადუშე, ხო იცი რომ დაგბრინდავს. აი ეს არის რა მაყურებელი. ყველაფერი. ძალიან ბევრი როლი მითამაშია. ძირითადად მე ვთამაშობ მთავარ როლებს იმდენად არა, მეორე ხარისხოვან როლებს ვთამაშობ. თუმცა ყოველი სპექტაკლის დაწყების წინ ამას მნიშვნელობა არ აქვს, ჩემთვის პატარა როლია თუ დიდი როლია, ნერვიულობას თავისი ადგილი აქვს და ყველაზე მეტად რა მიყვარს, იცით? აი ამ სცენაზე ყველაზე ფარდაროა დახურული, შემოვდივარ ხოლმე ფარდის უკან და მაყურებლის ჟრიამული მიყვარს მაყურებლის და ყველაზე კარგი კიდე ის არის, რომ ქალაქში რო გწნობენ რა. ბატონშორის მე მაქვს გორის მე-4 საშუალო სკოლა დამთავრებული და იქ ჩვენთან მაშინ გორის პედაგოგიური ინსტიტუტი იყო და პრაქტიკანტები მოდიოდნენ ხოლმე, გაკვეთილებს გვიტარებდნენ რა. ხო და იქ იყო ერთი ქალბატონი თამილა გოგოლაძე. იმან გააკეთა სურამის ციხე. სურამის ციხე, ოღონდ იქ ვაჭარია სურამის ციხეში და იმის გასამართლება. და აი აქ იმ ვაჭარს ვთამაშობდი მე. აი აქედან დაიწყო ჩემი მოვაწეობა. მე ანზორი გვაძაბია იყო სტუდიაში მივედი ბატონ ანზორთან, იქაც ვთამაშობდი და ესე ავეწყეთ ნელ-ნელა და დღესდღეობით ვარ აქ. ჩემს თავარ მასწავლებლად მიმაჩნია ანზორი გვაძაბია, რომელმაც ამადგმეინა ფეხი. მან გვასწავლა, რომ გვიყვარდეს თეატრი და გვიყვარდეს ის საქმე, რასაც ვემსახურებით. სერგო ზაქარიას სახელობის თეატრალური სასწავლებელია, ჩავაბარეთ და სარეჟისორო მაგ დამთავრებული. 23 წლისა ვიყავი დაახლოებით, 22-23 წლისა რომ ჩავაბარე მანდ. და მე დავამთავრე და წამოვედი პირდაპირ აქ, გორის თეატრში. ბევრი როლი მაქვს, აი გამორჩეულად მე მიყვარდა, გამორჩეულად კუკარაჭას მე არც ერთი როლი იმდენად არ მიყვარდა, მაგრამ გამორჩეულად მიყვარდა ბატონ ნუგზა ლორთქიფანიძემ დადგა, ჯერ დაიხოცნენ, მე იქორწინეს. მან ვთამაშობდი ივანიკას. და ერთი 300-400 ჯელა გვაქვს ნათამაშები ეგ სპექტაკლი. აი ესეთი პოპულარულია. ვთამაშობდი რევიზორში, მქონდა ბედნიერება, რომ რამაზ იოსელიანთან ერთად მეთამაშა. პარტნიორს ჩემთვის აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. იმიტომ რომ სტიმულს გაძლევს. როცა პარტნიორი გიდგას გვერდზე, თან კარგი პარტნიორი თუა. აი გულსუნდა სიხარულიძესთან მარწყვის ცივი ტორტზე რომ მუშაობდით, ეს იყო აი როგორ გითხრათ, მთელი 5 წელი სწავლის, ინსტიტუტში სწავლის 5 წელი. მაგიდასთან მუშაობის დროს დაიწყებდა ალბათონი გულსუნდა რაღაცას, ფიქრობდი, კაცო, რა უნდა ამას, რაზე ყვება, 2 საათი ლაპარაკობდა და ბოლოს მიგიყვანდა იქამდე, რაც უნდა გაგეკეთებინა. უამრავი რამე ვისწავლე. ძალიან ბევრი ვისწავლე გულსუნდასგან. მარჯანიშვილის პრემია მაქვს მიღებული მარწყვის ცივი ტორტში. არ ვადარებ ჩემ თავს ღმერთმა დამიფაროს, რომ მე იმ ქალბატონს შევედა, რომ მსახიობობაში, მაგრამ მე და სოფიკო ჭიაურელმა ერთად მივიღეთ. ეს რამხელა ბედნიერება იყო. ერთმანეთის გვერდზე ვისხედით და ჯერ იმან აიღო, რა თქმა უნდა, მე გადმომცა ბატონმა გიგა ლორთქიფანიძემ. ნახეთ რა სახე გაუხდა ჯერ. მათლაბაში შეიძლება ვერ ნახო, მაგრამ თუ ფეხს დაუჩქარე, იქ ქუჩის
კუთხეს შეიძლება კიდევ მიატრო. ორწყვეტმაგე თვალი, მოიწე! ოიცეკი ძალიან ძლიერი პიესა იყო. ერთ დადგა ალექსი ჯაყელმა, რომელიც ამჟამად საფრანგეთში ცხოვრობს. ძალიან ძლიერი პიესა იყო რა. იმ პერიოდისათვის გეუბნებით. იმ პერიოდის კი არა, ეხლაც რო ვითამაშოთ ეგ პიესა, იმ დადგმით, როგორც იმან დადგა, მე კაპიტანს ვთამაშობდი. არის როლები, რომელსაც მალე ვითვისებ. აი ხლა ამ ბოლო პიესაზე რო ვიყო, მათხოვარს ვთამაშობ, ურნაში ვცხოვრობ. პატარა როლი, სულ რაღაცა 10 წუთიანიც არ არის, მაგრამ ისე შემიყვარდა, აი რაღაცნაირად ძალიან მიყვარს რა, იმიტომ რომ დღევანდელობასთან არის რა. ძალიან ბევრი გულისწყეველი ყოფილა მაგასთან დაკავშირებით, აი რო გონია რომ შენი თამაში, მაგრამ მე არ მიყვარს რომ არიან მსახიობები, რომელსაც უნდა თამაში იმ როლისა და ეუბნები რომ დუბლად დამნიშნე, დუბლიურად დამნიშნე, მაგრამ მე არა, იმიტომ რომ ის ჩემი კოლეგაა და მე იმასთან კონკურენციაში არ მინდა რომ შევიდე. თუ გულით არ მიუდექი იმ საქმეს, რასაც აკეთებს, ამას არ აქვს მნიშვნელობა, დიდი როლი გექნება თუ პატარა როლი. თუ გულით არ მიუდექი და გულით არ იმუშავე, ჩაფლავდები, ასე ვთქვათ. პირველი ფილმი იყო ჩემი თემო ბუტიკაშვილის სტუმარი, ასე ქვია, პატარა ეპიზოდი მქონდა და ყველაზე ესეთი ფილმი იყო ხიბულა. გიორგი ოვაშვილმა გადაიღო და მან ჩამოვიდნენ აქ სურათები გადაიღეს და მე ვთქვი როგორც ხდება ხოლმე რა. 2 თვის მერე დამიძახა ჩამობძანდიო კიდე სინჯებზე ჩავედი და დამამტკიცა თავარი როლი იყო ზვიადი რა თქმა უნდა და მერე ვიყავი მე პრემიერ-მინისტრი. ბატონო პრეზიდენტო, მე კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ. ქვეყნიდან უნდა გახვიდეთ. იქიდან უფრო შეძლებთ დაარწმუნოთ ყველა რომ მხოლოდ მშვიდობის მომხრე ხართ. ინდოეთის კინოფესტივალზე ვიყავი. წითელ ხალიჩაზე გავიარე. კარლოვი ვარის წითელ ხალიჩაზე გავიარე. ეს ბედნიერება. ჩემი განვლილი ცხოვრებით საკმაოდ მაყოფილი ვარ და რომ დავიბადო კიდე თავიდან და მივიდე ისევ იმ პორემდან, ალბათ ისევ იმას გზას გავივლი, რაც გავიარე. ის, რასაც ყოველდღიურად მოვყავ აქ, არის თეატრისადმი სიყვარული. მით უმეტეს აი ამ თეატრში, რომელიც უკვე 178 წლისაა, 178 სეზონია.